მოგესალმებით, თვითფასო რადიო მსმენელებო, ეთერშია შუადღის პოლიტიკა, რადიო სივრცის ეთერში FM 98-სა და 5-ზე. მაუწყებლობთ გაზაფხულის ქუჩის სტუდიიდან, მე გახლავართ გურამ ნიკოლაშვილი. დღეს ხუთშაბათია, 6 მარტი და ვაგრძელებთ შუადღის პოლიტიკის მეორე სეზონს. 14 საათი და 12 წუთია თბილისის დროით. შუადღის პოლიტიკის მეორე სეზონის ფოკუსში მოქცეულია მე-11 მოწვევის საქართველოს პარლამენტი და მასთან დაკავშირებული მოვლენები, როგორც წარმართავს საკანონმდებლო ორგანო ქვეყნის პოლიტიკას, რა მიზნების, სირთულეების და წინააღმდეგობების დაძლევა უწევს მას. შესაბამისად, ჩვენი გადაცემის ფოკუსიდან გამომდინარე, დღეს გვექნება ყველაზე თემატური გადაცემა. ჩვენი სტუმარია ქართული ოცნებისგან ვახტანგ ჩოჩია, რომელიც არის საპარლამენტო უმრავლესობის კაბინეტის ხელმძღვანელი, ქართული ოცნების ახალგაზრდული პარტიის ასევე ლიდერი და მასთან ერთად ვილაპარაკებთ იმ ძირითად პროცესზე, რაც მიმდინარეობს საქართველოს პარლამენტში, მთავარ საკანონმდებლო ცვლილებებზე, ახალ კანონებზე, შეიძლება ესე ითქვას, რომელიც, ჩემი შეფასებით, რომელსაც გავეცანი და წავიკითხე და დეტალებზე ვახტანგთან ერთად ვილაპარაკებთ, წარმოადგენს ერთგვარად სუვერენიტეტის გაძლიერებას და რომელიც გამოძახილია იმ პროცესის, რაც პრაქტიკულად საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში შეიქმნა და რა ვითარება ჩამოყალიბდება. მოგესალმები ვახო, პირველ რიგში მოდი დავიწყოთ ზოგადი შეფასებით. საპარლამენტში საგაზაფხულო სესია უკვე ერთი თვეა განახლებულია, მიმდინარეობს და როგორ შეიძლება ჩვენ დავახასიათოთ და აღწეროთ მე-11 მოწვევის პარლამენტის საქმიანობა ამ პირობებში, როდესაც ის ოპოზიცია, ვინც 26 ოქტომბრის არჩევნებში გადალახა ბარიერი და მოხდა პარლამენტში და მათმა დიდმა ნაწილმა უარი თქვა, შემდგომ ბოიკოტი გამოუცხადა და უარი თქვა მანდატებზე და აკმაყოფილა ეს მოთხოვნა საპარლამენტო უმრავლესობამ და ერთი პარტიის გარდა გახარია საქართველოსთვის, ამ პარტიის გარდა ყველა მათგანს შეუძლია უფლებამოსილება. ანუ პარლამენტის 1/3 დღეს ჩვენ არ ყავს. აი ამ პირობებში როგორ აფასებ შენ და როგორ შეგიძლია დაახასიათო, როგორ მიმდინარეობს საპარლამენტო ცხოვრება? მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მადლობა მოწვევისთვის, მივესალმები ჩვენს მსმენელებს და მაყურებლებს. ხო, რაც შეეხება უშუალოდ მე-11 მოწვევის პარლამენტის საქმიანობას, თავისთავად ძალიან საინტერესო პროცესის მომსწრენი ვართ, ვინაიდან ფაქტობრივად პირველი შემთხვევა არ არის, თუმცა ერთ-ერთი თვალსაჩინო შემთხვევა, როდესაც ოპოზიცია ცდილობს, რომ ბოიკოტი გამოუცხადოს პარლამენტს და ამით შეაფერხოს ქვეყანაში არსებული კონსტრუქციული სამუშაო რეჟიმი. ცხადია, ერთის მხრივ მნიშვნელოვანი არის, რომ საკანონმდებლო ორგანოში ასევე წარმოდგენილი იყოს ოპოზიციური აზრი და ოპოზიციური სპექტრი, თუმცა ჩვენ ვიცით, რომ დღეს ჩვენს პარლამენტში ასევე არსებობს საპარლამენტო ოპოზიცია, რომელიც წარმოდგენილი არის ერთის მხრივ ხალხის ძალის სახელით, ხოლო მეორის მხრივ კი სხვა პოლიტიკური სუბიექტების სახელით, ხოლო ის დესტრუქციული ნაწილი ოპოზიციის, რომელიც კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის სახელით არის ჩვენთვის ცნობილი, ვიცით რომ არ იღებს საპარლამენტო სამუშაოში და პროცესებში მონაწილეობას, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ მე ჯერ კიდევ მე-10 მოწვევის პარლამენტში დავიწყე მუშაობა და შევესწარი მათ საქმიანობას, მე შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ მათ მიერ გადადგმული არც ერთი ნაბიჯი არ ემსახურებოდა კონსტრუქციულობას და აქედან გამომდინარე, მე შემიძლია ვთქვა, რომ პირიქით შესაძლოა უკეთესი იყოს, რომ ასეთი რადიკალები, როგორებიც არიან დღეს ჩვენს ოპოზიციურ სპექტრში წარმოდგენილი სამწუხაროდ, შესაძლოა უკეთესი იყოს, რომ მათი მონაწილეობა გარკვეული ფორმით ცხადია თავისივენებით შეზღუდული იყოს საპარლამენტო საქმიანობაში, ვინაიდან ისინი რეალურად იყვნენ იმ უცხოური ძალების და ინტერესების გამტარებლები, რომლებიც არ არიან მოწოდებული, რომ საქართველოში გაატარონ ის ეროვნული და სუვერენული მიზნები, რაც რეალურად ქართულ ხალხს თუ ქართულ სახელმწიფოებრიობას აინტერესებს. შესაბამისად, თქვენ კითხვაზე პასუხი, რომ ზოგადად მე-11 მოწვევის პარლამენტის საქმიანობა შევაჯამოთ, შეჯამებისთვის ჯერ ადრეა, თქვენ იცით, რომ სულ რაღაც 6 თვეა პარლამენტი მუშაობს, თუმცა ისეთ მნიშვნელოვან კანონებზე დაიწყო პარლამენტმა მუშაობა, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ქართული სუვერენიტეტის გაძლიერებას. ჩვენ არ გვქონდა შესაძლებლობა, რომ ასეთი კანონები დაგვეინიცირებინა თუნდაც 2 და 3 წლის წინ, ვინაიდან იყო გარკვეული
წნეხი, რომელიც დღეს ფაქტობრივად დაფარული აღარ არის და ჩვენ ღიად საუბრობთ და ასევე ღიად საუბრობს ამის შესახებ ევროკავშირიც და ამერიკაც. ჩვენ ვიცით, რომ არსებობდა გარკვეული ინტერესები, რომელთან დაკავშირებითაც ჩვენ ვერ საუბრობდით, ვინაიდან ჩვენ უფრთხილდებით ჩვენ პარტნიორებთან ურთიერთობას, შესაძლოა ამას ჰქონდეს ხშირ შემთხვევაში ცალმხრივი ფორმა და ცალმხრივი სახე, თუმცა ჩვენ გაცხადებული გვაქვს, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკური მიზნები და ამოცანები არის მრავალვექტორული და ვცდილობთ, რომ ჩვენს მეზობლებთან და ჩვენს ნებისმიერ პარტნიორთან, მით უფრო რეგიონში არსებულ ქვეყნებთან გვქონდეს მშვიდობიანი და გვქონდეს პარტნიორული ურთიერთობები. მოდი, სანამ შევაფასებთ აი ეს კანონშემოქმედებითი საქმიანობა რას ეხება და აი სუვერენული კანონები, რასაც უწოდებ მათ მიღებას და შემდეგ გადავალთ რომ ის პროტესტი, რაც მიმდინარეობს არჩევნების შემდეგ, მათ შორის ქუჩაშიც და დავახასიათებთ ამ კანონებს, ჩამოვთვალოთ ის ძირითადი, მე მოვიძიე დღეს პარლამენტის საიტზე ის ძირითადი კანონები, რაზეც არის ლაპარაკი, ხო და რაღაცნაირად ჩვენ მსმენელს მოკლედ დავუხსნათ, რაზეა ლაპარაკი, რა კანონებზე, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამის შეფასება, რამ განაპირობა, თავარი კითხვა ეს არის და აი კანონებს რო გავივლით, შემდეგ უკვე შევეცდები მეც უპასუხო ჩემი შთაბეჭდილება რა არის, რომ რამ განაპირობა, აი ამ საკანონმდებლო შეიძლება ითქვას ეს რაღაცნაირად ერთიანი პაკეტია ამის მიღება. ეს არის ძალიან საინტერესო. პირველი ყველაზე ისეთი ხმამაღალი, რაც უკავშირდებოდა ბოლო პერიოდის და ბოლო წლების შეიძლება ითქვას უკვე პრაქტიკულად 2 წლის განმავლობაში ნებათაღელვა და საპროტესტო ტალღა, ეს უკავშირდება გარკვეულ კონტექსტს, მაგრამ რაზეც მოხდა აი ამ პროტესტის კრისტალიზება და რაც გაპროტესტა, ეს უკავშირდება ქვეყნის ორიენტაციას, მაგრამ მე ქვეყნის ორიენტაციას გაგებულად იმგვარად, როგორადაც პოლიტიკური აქტორები მას აწვდიან საზოგადოებას. და ჩვენ აქ ვნახეთ, რომ ქართულმა ოცნებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ პრაქტიკულად ჩუმი, აი ეს ჩუმი მართლა ღრმა, მართლა deep state, არასამთავრობო ორგანიზაცია ღიად გამოეყვანა და შემოეყვანა პოლიტიკურ ველზე და რაღაცნაირად ის ექცია ისეთ ღია პოლიტიკურ აქტურად, როგორც ყოველთვის იყო, ოღონდ ფარულად. და ეხლა პრაქტიკულად ის რაც ხდება ამერიკის შეერთებულ შტატებში, ეს ძალებს შორის ჭიდილი, იქ როდესაც შეიძლება ითქვას, რომ Silicon Valley დაიპყრო ვაშინგტონი რა ამ არჩევნების შედეგად გაიმარჯვა და იმ ტრადიციული ინსტრუმენტების მხილებას ვხედავთ ჩვენ ეხლა USAID-ის თუ სხვა პოლიტიკების სახით. ამიტომ რაც ჩვენთან მოხდა, იყო უკავშირდებოდა ამ უცხოური გავლენის აგენტების გამჭვირვალობას. მე სიტყვა შეიცვალა აგენტი თუ რა შეიცვალა, ანუ არსი ყველამ სწორად გაიგო. არსი იყო ის, რომ ქვეყანაში დაიწყო ხაზის გავლება, რომ არსებობს ქვეყანა, არსებობს ეროვნული ინტერესი და არსებობენ უცხოეთის წარმომადგენლები. ეს უცხოეთი შეიძლება იყოს მტრული ქვეყანა, შეიძლება იყოს მეგობარი ქვეყანა, მაგრამ პარადიგმა შეიცვალა რა. აქამდე თუ ჩვენ ცხოვრობთ ესე რომ ჩვენ ყავს მტრები და ჩვენ ყავს მეგობრები, ეს პარადიგმა შეიცვალა იმაზე ადრე ვიდრე აი ეხლა ეს ამერიკაში შეიცვლებოდა მინიმუმ 2 წლით ადრე და ითქვა რომ არა ჩვენ ყავს საკუთარი თავი მხოლოდ და ყველა დანარჩენი არის უცხო. ვინც არის და ყველა ქვეყნებს თუ სუბიექტებს აქვს თავისი ინტერესები. და ამის კატალიზატორი იყო აი ეს ძალიან შედარებითად რბილი კანონი, რომელიც შემოვიდა, მაგრამ საქართველოში ამან გამოიწვია ძალიან დიდი უნებათაღელვა. ანუ ჩვენ ეს გვახსოვს რა ხდებოდა 2023 წლის გაზაფხულზე, მე 24 წლის გაზაფხულზე, ეხლა რაც მიმდინარეობს და ამ ფონზე ქართულ ოცნებას შემოაქვს უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი, რომელზეც ამბობს, რომ ეს არის უბრალოდ წერტილმძიმის სიზუსტით ნათარგმნი ამერიკული ვერსია. ანუ რო აუხსნათ მსმენელს, რომ რატომ შემოგვაქვს აი ეს და ამ ფორმით. ხო, კი ბატონო, მეც პატარა შესავალს გავუკეთებ ხშირად ხუმრობითაც ვამბობ ხოლმე, რომ საქართველო გახდა იმ გლობალური პროცესების კატალიზატორი, რომელიც დღეს რეალურად ამერიკაში არის ხდება და ევროპაში ხდება. ამას ცხადია ხუმრობით ვამბობ ხოლმე, თუმცა ჩვენ რეალობას თვალი რომ გავუსწოროთ, ის პროცესი, რაც საქართველოში 2 წლის წინ დაიწყო, რაც ემსახურებოდა ამ NGO სექტორის და უცხოური გავლენის გამტარებლების მხილებას საქართველოში და ერთგვარი რეალ პოლიტიკის შემოტანას, რომ არსებობენ კონკრეტული ძალები და მათი დაყოფა არ შეიძლება მხოლოდ როგორც მტრული და მეგობრული, არსებობს სხვა სახელმწიფოები, რომლებსაც აქვს თავიანთი ეროვნული ინტერესი და შესაბამისად ამ ეროვნული ინტერესის გამოძახილი არის მათი არსებული ინტერესით საქართველოში, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით მიემართება ხშირ შემთხვევაში. მარტივი გაგება არსებობდა, რომ მაგალითად ევროპული ქვეყნები არიან ჩვენი მეგობრული ქვეყნები, ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი არის მტრულად განწყობილი და მხოლოდ ყოფთით ამ ეს მარტივი პარადიგმა იყო, რომ ყავს მეგობრები და ყავს მტრები. აღმოჩნდა
რომ რეალურად არსებობენ ჩვენი მეგობრები ცხადია და არსებობენ მტრები, უბრალოდ ამ მეგობრებსაც აქვთ შესაძლოა ქონდეთ ისეთი ინტერესი, რაც ჩვენ ეროვნულ ინტერესთან არ არის თავსებადი. და ეს არის ბუნებრივი, ჩვენი ეროვნული ინტერესები გვაქვს და ჩვენ ეროვნულ ინტერესს ვაყენებთ დღის წესრიგში ნომერ პირველ ადგილას, როგორც ისინი ახდენენ საკუთარ ქვეყნებში, შესაბამისად ამაში დასაძრახი არაფერი არ არის. უბრალოდ ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ მოვახდინოთ ისეთი ჩვენი პარტნიორების ისეთი ინტერესების მინიმიზაცია, რომელიც ჩვენ ეროვნულ ინტერესებში არ შედის და არ არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული პრიორიტეტი. შესაბამისად ამის გამოძახილი იყო 2 წლის წინათ, ჩვენ როდესაც დავიწყეთ ამ საკითხზე მუშაობა, თქვენ გახსოვთ, რომ ჩვენ დავაინიცირეთ კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ საქართველოს კანონი, რომელიც იყო ერთგვარი ფაქტობრივად ევროპული პრაქტიკა გადმოვიტანეთ. ეს კანონი სხვადასხვა ევროპულ ქვეყანაში არსებობს, მაგალითად დაინიცირებული იყო საფრანგეთში და საფრანგეთის პარლამენტმა ბიკამერული პარლამენტი არის და პირველი მოსმენით გავიდა, ხოლო შემდგომ რაღაც მიმდინარე პროცესების გამო შეაჩერეს, ასევე ამ პერიოდში ევროკომისიასაც ჰქონდა დაინიცირებული საკანონმდებლო პაკეტი და ჩვენ ავიღეთ როგორც ფრანგული, ისე ევროკავშირში დაინიცირებული კანონი, ასევე ავიღეთ FARA და შევქმნით ქართული კანონი, რომელიც ამ სამივე კანონს ითვალისწინებდა, სულისკვეთება ყველა ქვეყანაში ერთი და იგივეა, ასევე არსებობს ეს კანონი ისრაელში, ჩვენ მაშინ პრაქტიკა რო შევისწავლეთ ყველა ქვეყნის კანონს გავეცანით და ავიღეთ ის შევქმნით ერთგვარი დაბალანსებული და ჰარმონიული კანონი, რომელიც არც გაითვალისწინებდა ისეთ მძიმე სანქციებს, როგორცაც ითვალისწინებს თუნდაც FARA, ხოლო მეორე მხრივ კი ეფექტურად შეძლებდა რომ მოეხდინა საგარეო ჩარევის მინიმიზაცია და ეს ყველაფერი ყოფილიყო გამჭირვალე, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ხო? ჩვენ მნიშვნელოვანია რომ საზოგადოებასაც დაუტოვოთ ის დისპოზიციის ადგილი, რომ შეაფასოს რა არის მისთვის კარგი და რა არის ცუდი და ამაში არაფერი არ არის გასაკვირი, ეს არის ყველაზე ამაზე დგას ფაქტობრივად დემოკრატია გამჭირვალობაზე, რომ მე მქონდეს იმის არჩევანის თავისუფლება, შევაფასო თქვენი ქმედება, ეს ემსახურება ჩემი ქვეყნის სიკეთეს, ემსახურება ჩემი ხალხის სიკეთეს და კეთილდღეობას, თუ არის ჩემს წინააღმდეგ მიმართული და ამას მოყვა პროტესტი, ცხადია ბუნებრივია პროტესტი იქიდან გამომდინარე მოყვა, რომ ეს ხალხი ჩადიოდა ისეთ ქმედებებს, რომელი ქმედებებიც არ შედიოდა ჩვენს ინტერესში და შესაბამისად მათ იცოდნენ, რომ ამ გზით მოხდებოდა მათი მხილება, დაიწყო პროტესტი და ჩვენ თვალს ვადევნებდით, მაშინ საპარლამენტო ოპოზიციაც წარმოდგენილი იყო, მე გულისხმობ ნაციონალური მოძრაობის სახით და ჩვენ ვადევნებდით თვალს დაპირისპირებას ფაქტობრივად ხელჩართული ბრძოლა და პროვოკაციები გაიმართა კანონის მეორე მოსმენის დროს, თუმცა მართლმა გუნდმა მაშინ მოახერხა ჩვენ ეს კანონი მივიღეთ და ამ კანონმა დაიწყო ფუნქციონირება, თუმცა ის სხვილი NGO-ები, რომლებიც რეალურად ძირითადი გამტარები არიან უცხოური გავლენის საქართველოში და რომლებსაც ყველაზე დიდი დონაციები აქვს სხვადასხვა ქვეყნებიდან, არ რეგისტრირდებიან და იხდიან კოლოსალურ თანხებს, ჯარიმებს. მათ ამ ჯარიმის მარტივადაც რომ ავხსნათ ხო საზოგადოებისას რომ გასაგები იყოს, მე როდესაც მაქვს არასამთავრობო ორგანიზაცია თუ ვეხმარები ხალხს, ვაკეთებ რაღაც სასიკეთო აქტივობების განხორციელებით ვარ დაკავებული. პირიქით ხო, რატო არ გავასაჯაროვებ ამ ყველაფერს, რატო არ გამოვიტან დღის შუქზე ეს ხო ჩემი პიარის ნაწილიც იქნება, რა მაქვს დასამალი, თუ მე რაიმე ისეთ ქმედებას არ ჩავდივარ, რომელიც შესაძლოა შემდგომ დასაძრახი გახდეს. თუმცა ჩვენ ხედავთ რომ ეს ხალხი ურჩევნიათ მათ რომ ჯარიმები გადაიხადონ საკმაოდ დიდი მოცულობით და ამ ჯარიმებს დაგროვებადი ეფექტი ახასიათებს პირველ etapზე თუ არის 10,000 ლარიანი ჯარიმა შემდგომ ამას საურავი ეკისრება მათ ურჩევნიათ რომ ამ ხელთ თანხები გადაიხადონ და ეს თანხები მოაკლონ რეალურად მათ პროექტებს ვიდრე თქვან და ისაუბრონ იმის შესახებ თუ რა ქმედებებს ჩადიან და რა აქტივობებს ახორციელებენ დასკვნების გაკეთება ამასთან დაკავშირებით მარტივია. შემდგომ რეალობა რო შეიცვალა, ერთგვარი ეს რაკურსი ერთგვარი გეგმა რო წარმოვადგინოთ, როგორ განხორციელდა ეს პროცესები, შემდგომ მართლმა გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაეინიცირებინა FARA, ანუ ეს არის Foreign Agents Registration Act, რომელიც ითარგმნა ქართულ ენაზე პირდაპირ, როგორც თქვენ აღნიშნეთ, წერტილმძიმეც კი არ არის შეცვლილი, უბრალოდ ცხადია ეს მოერგება ქართულ საკანონმდებლო სივრცეს, ანუ მე ვგულისხმობ, რომ მაგალითად ხა შემდგომ რომ ვინმე არ გამოეკიდოს, იქ როდესაც წერია Department of State, რაც არის სახელმწიფო დეპარტამენტი და სახელმწიფო დეპარტამენტის დივანი, ქართულ რეალობაში ჩაიწერება საგარეო საქმეთა მინისტრი. ხო და ეს რატო იყო გაკეთებული, რომ აი შემოგვეტანა, ანუ იმ თავითვე ისეთი ფორმულირება, ანუ უხეში
პირდაპირ თარგმანი, რომელიც გასაგებია რომ საქართველოს არ არის საქართველოსზე მორგებული, ხო, ანუ სიტყვებიც არ არის შეცვლილი, ანუ ადაპტირებული არ არის. რა განზრახვა იდო ამაში, რომ პირველ მოსმენაზე ეს უცვლელი სახით ყოფილიყო ტექსტი, რომელიც იმთავითვე ცხადია, რომ შემდეგ შეცვლას საჭიროა. ნახეთ, ანუ რეალურად ჩვენ ვხედავთ, რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილზე, არათუ დიდზე, მაგრამ ახალგაზრდების სეგმენტზე და ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოების ფართო ნაწილზე, რომლებსაც მათი მედია საშუალებებით მიეწოდება მხოლოდ ინფორმაცია, ხდება ხოლმე ინფორმაციის манипуლირებული ფორმით, მიტანა ჩვენ ალბათ ამ საკითხზეც ვისაუბრებთ, რომ შემდეგ აი ესე დარეგულირდება საქართველოს პარლამენტში დაინიცირებული კანონებით, ჩვენ ვხედავდით, რომ იმ კანონს, რომელიც თავარი ევროპული სულისკვეთების მატარებელი იყო, ფუთავდნენ როგორც რუსულ კანონს და იძახდნენ და ეს მარტივიც არის, ხო? ყველას ვერ მოსთხოვს შენ რომ იმ იურიდიულ ნიუანსებში შემოვიდეს და რაღაც მსჯელობა გამართოს იურიდიული და ჩამოწეროს იქ რუსული კანონი, ჩამოწეროს ამერიკული კანონი, შეადაროს ერთმანეთს და თქვას რომელი არის რუსული, რომელი არის ქართული და რა სულისკვეთებას ემსახურება ან ერთი კანონი, ან მეორე და ხდებოდა საზოგადოებას აჯერებდნენ, რომ ქართული ხელისუფლება ემსახურება რუსულ ინტერესს, საქართველოში აინიცირებს რუსულ კანონებს და შესაბამისად რუსული სტილის მართლობას ამყარებს, მაშინ როდესაც სრულად საპირისპირო ხდებოდა, ამიტომ მართლობა უნდა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩვენ დავაინიცირეთ ფარა, რომელიც ერთ-ერთი ნათარგმნი არის, რომელიც უკვე ფაქტობრივად 100 წელია თითქმის მოქმედებს ამერიკის შეერთებულ შტატებში და ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს, რომ უცხოური გავლენის მინიმიზაცია მოახდინოს და პროცესები გახადოს, მათ შორის პოლიტიკური პროცესი გახადოს გამჭვირვალე. ხა ჩვენ ნახეთ, რომ იმასაც კადრულობენ ზოგიერთი ოპოზიციის წარმომადგენელი, რომ უკვე დაიწყეს ამერიკული კანონისთვისაც რუსული კანონის დაძახება და იძახიან, რომ ამერიკაში არსებობს რუსული გავლენები და რუსული კანონები, ნუ უბრალოდ უკვე გადადიან რაღაც დელუზიურ პროცესში, რომელიც თავის თავს აზიანებს. ოდნავ რომ გადაუხვიოთ აი ამ ჩვენს ცოტა ისეთ რა, კანონპროექტების განხილვას და ესეთ პოლიტიკურ წიაღსვლაშიო შევიდეთ. ანუ შენი აზრით რას უკავშირდება აი ამ ერთგვარი უკვე ჩემი აზრით უკვე ძალიან გაცვეთილი და მით უმეტეს ბოლონდროიდელ მოვლენების ფონზე ხო კიდე მით უმეტეს მარკეტინგული ხრიკი, რომ როდესაც გჭირდება რაღაცის დემონიზება, პირდაპირ უნდა მიაკრა იარაღი რუსული. ანუ თუ რაღაცას აწერე, რომ ეს არის რუსული, იქ დამთავრებული. იქ აღარ შეიძლება არა თუ იმის მოწონება, ანუ რაღაცა გაკვირვება, არამედ საერთოდ დისკუსიაში შესვლა, საერთოდ განხილვა, რა იგულისხმება, ანუ ეს იქცა ერთგვარ რაღაცა დოგმატურ, რაღაცა სქოლასტიკურ აზროვნებად, რომ აი რუსული როგორც კი დაერტყმება თემას, საგანს, პოლიტიკას, რაიმეს ნიშანი, ის უნდა დაიხურო სისტემა. აი, რას უკავშირდება ესეთი გადაწყვეტილება და შენი აზრით ეს რამდენად სიცოცხლის უნარიანი იქნება აწი? კი ბატონო, ხო სწორი შეკითხვაა იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ოპოზიცია ფაქტობრივად თავის PR ნარატივს აგებს ამ რუსულზე. ნუ ეს პირველ რიგში, რო ვთქვათ, არის მარტივი PR ტექნოლოგიური ნაბიჯი, რომ რაღაცის დემონიზება მოახდინო საზოგადოებაში დისკრედიტაცია და ეხლა რუსეთის დისკრედიტაცია ჩვენ საზოგადოებაში საერთოდ არ საჭიროებს. რუსეთი არის ჩვენი ტერიტორიების ოკუპანტი ქვეყანა და შესაბამისად ჩვენ მის დამი გვაქვს გარკვეული ნეგატიური განწყობები არსებობს საზოგადოებაში და არსებობს ნებისმიერ ქართულ ადამიანში, ვინა იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ქვეყანა არის ოკუპირებული და 20% ჩვენი ტერიტორიის არის დაკარგული. შესაბამისად, ნუ ეს მარტივი არის, რომ ამაზე ემოციური კამპანია ააწყო და შემდგომ ეს რუსული იარაღი მიაძებო ნებისმიერ შენთვის პოლიტიკურ მიუღებელ საგანს. ეს იქნება კანონი, ეს იქნება პირი, ანუ მაგალითად თქვა, რომ აი ვიღაც ადამიანი, რომელიც დაბადებული იყო საბჭოთა კავშირში, რუსეთში იღებდა განათლებას და აქედან გამომდინარე არ შეიძლება მაგალითად საჯარო სამსახურში მუშაობდეს, როდესაც დაუშვათ რამდენიმე წლის წინ აბსოლუტურად განსხვავებული რეალობა იყო. ჩვენ ასევე ვხედავთ, რომ მაგალითად იგივე საკომიტეტო განხილვების დროს რამდენჯერმე იყო ნათქვამი, რომ რაღაც კანონი რომ მოქმედებს რუსეთში არ გულისხმობს თავისთავად იმას, რომ ეს კანონი არის დაუშვათ ბრუტალური და დრაკონული კანონის ხასიათს ატარებს. რუსეთში სისხლის სამართლის კოდექსი არსებობს ამერიკაში, არსებობს საქართველოში და ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში, ხო? რუსეთიც ჩვეულებრივი სახელმწიფოა და არსებობს ეს რაღაც ბიუროკრატიული ჯაჭვი, რომელიც ექცევა იმ კლასიკურ ჩარჩოებში, რითაც რეგულირდება თელს ოპლიაში. არა, შენი ოპონენტი აქ არ დაგეთახმება, ანუ აუცილებლად ეხლა აქ უნდა იჯდეს ვიღაცას ტაბულადან და ამოგიჭრეს, რომ
რუსეთის ჩვეულებრივი სახელმწიფო, აი ეს ფრაზა რო თქვი, ეს უკვე ქარდია რა. ეს უნდა ამოჭრას, დაადოს ვახტანგ ჩოჩია დააწეროს და აი ეს ისევ ეხლა რაც ჩვენ აღწერთ, ხო, მედია манипуляციას, ისევ აქ უნდა შეიტანოს წვლილი, აი ესეთი ფრეიმინგი ქვია ამას, ესე უნდა აჩვენოს. მაგრამ მე ხა მთავარი კითხვა მაქვს, რომ როდის ჩაანაცვლებს ამ ტერმინ რუსული პროპაგანდა, რუსული პოლიტიკა კრემლი, როდის ჩაანაცვლებს ამერიკული, ვაშინგტონი და ასე შემდეგ. იმიტომ რომ ეხლა მექანიზმს, რასაც შენ აღწერ, ეს არის ამერიკული მიდგომა. ხა გეტყვი რატო? იმიტომ რომ ერთი არის რომ ის არის ოკუპანტი, ის არის რეალური მტერი, ხო? შენ ქვეყნის ტერიტორია აქვს დაჭერილი, აღარ შევიდეთ იმაში რა პროცესების შედეგად და რა რისი ბრალეულობის შედეგად, ეს არის მოცემულობა. საერთაშორისო სამართლის მიხედვითაც და ჩვენი თვალსაზრისითაც. მაგრამ მე სულ რას ვამბობ ხოლმე, იცი რომ ერთია რომ შენ რეალურ პრობლემას და დეზინფორმაციას სხვა შორის ეს ეკეთება, სიმართლის გარეშე დეზინფორმაცია არ ეკეთება. ვიღაცას გონია რომ დეზინფორმაცია ეს არის ტოტალური ტყუილი. არა, იქ საჭიროა დოზა სიმართლის. ამიტომ შენ რეალურ პრობლემას იღებ, მაგრამ შემდეგ მის მასშტაბს ზრდი, აკეთებ მის ექსტრაპოლაციას და ქმნი მტრის ხატს, რომელიც არის უკვე აი ბეჭე დამღასავით. ამას როგორც კი დაარტყამ, იქ აღარ შედიხარ უკვე სიღრმეში. იმიტომ რომ როდესაც მაგალითად საოკუპაციო ზოლთან ჩვენ მოქალაქეს გამოგონილი ბრალდებით, რა დაარღვია ხაზიო და იჭერენ, მე როგორ ფიქრობთ იმათ როგორ უშვებენ? ანუ კომუნიკაცია ხო დგება. და მტრის ხატის დამღა იმას ნიშნავს, რომ ამას რომ დაარტყა, მორჩა, იმასთან ლაპარაკი და არაფერი აღარ შეიძლება. ანუ ამერიკაში ჩვენ ვნახეთ ეგ პროცესი. ანუ მოვიდა ახალი პრეზიდენტი, რომელიც მიაგნო რაღაც პრობლემებს, კორუფციის, გაფლანგვის ფულის, თქვა რომ ეს იყო უდიდესი საერთაშორისო რაღაცა ფულის რეცხვის მექანიზმი, საერთოდ ძალიან დიდი ფული ტყდებოდა. USAID-ის 50 მილიარდიანი ბიუჯეტი ამ ყველაფრის მოახდინა სრული დემონიზება, იმას გადაყვა უამრავი კარგი ინიციატივაც, მაგრამ რეალური პრობლემები აჩვენა. მან ახსნა ამის მექანიზმი, რომ საბოლოო ჯამში თუ რამე კარგი კეთდებოდა, ისიც იმიტომ, რომ ფული გაკეთებული იყო და ადგა და მთელი ეს კანტორა უბრალოდ მიახურა. საერთოდ დაახურა და ნუ რაც დარჩა დაუქვემდებარა State Department. ზუსტად რასაც თქვენ იძახდით, აი იგივე. აი ამერიკული პროპაგანდა და კანონი რატო აღარ შეიძლება ერქვას ხოლმე აი მსგავს რაღაცებს, აი ეგეთ ქმედებებს. კი, არა. თქვენ ზუსტად რას გაუქმების პოლიტიკა ეს არის, ესეა ჩვენთან გაუქმებული. თუ რამეს რუსული დაეწერება, იმას და ლაპარაკი არ არის. კი, ანუ თქვენ რას თქვით რეალურად, ხო იგივე პროცესი დაიწყო რა. თქვენ ნახეთ, რომ ეს ჰოლივუდის ელიტა, მათ შორის ქართული ოპოზიციაც გამოდის და იძახის უკვე, რომ ტრამპი ეს არის ბჭყალებში რუსული პროდუქტი. ანუ ტრამპის დემონიზებასაც ახდენენ უკვე და ტრამპის ადმინისტრაციასაც, რომ ეს არის რუსული. და ეხლა რა თქმა უნდა, აი რობერტ დენირო ადგა დოისავით, დავით დოიაშვილისავით და გავიდა რეგიონებში. წაიღო თავის ფილმები და სპექტაკლები. იმდენი რესურსი არ ჰქონდა. შტატების ტური დაიწყო ავტობუსი. რამდენიც დოისავით. აი ეგ არის აცდენა, რომ ისინი ვერ ხვდებიან ჩვენთან, რომ ერთია რომ შენ გაქვს შენი პროტესტის პროფესია, შენი სამსახური, შენი პოზიცია რაც შეგიძლია ღიად გამოთქვა და მეორეა რომ როგორ შეიძლება აქტივიზმში გამოიყენო ეგ ყველაფერი. ჩვენი ანუ ეგ იმამდეც დადის რომ ჩვენი პოლიტიკური კულტურა და ამერიკული პოლიტიკური კულტურა სხვადასხვა დონის არის ასე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ ჩვენ რეალურად დამოუკიდებლობა 30 წელია რაც გვაქვს და ჯერ პოლიტიკურად იმდენად ვერ დავიხვეწეთ, რამდენადაც ისინი არიან დახვეწილები, თუმცა თქვენ რასაც იძახით, ხო, იგივე დაუშვათ დენიროს მიერ გაკეთებული განცხადება, აქტოის მიერ გაკეთებული განცხადება, ეს არის რაღაცა ლიბერალური ბაბლი, რომლის ფარგლებშიც არიან მოქცევლები ეს ადამიანი და მათ რომ არ გააკეთონ მსგავსი სახის განცხადებები, უბრალოდ იმდენად დიდი ზეწოლა მოდის ასეთ ხალხზე, რომ შემდგომ ამის გაძლება შეუძლებელია და თვითონაც ასე სჯერათ რა, როდესაც ბაბლში ხარ და ჩაკეტილი ხარ და სხვა ინფორმაციას ვერ იღებ, შენ ნამდვილად გჯერა, რომ რაღაც შეიძლება რუსული პროექტი იყოს ტრამპი, შესაძლოა რაღაც რუსულ საქმეს ემსახურებოდნენ ვიღაცები, ხო, ნუ ეს ახლა უკვე ჩვენ საქართველოში ამას ვხედავთ 2 წელია და რას თქვენ თქვით რა, იგივე რომ დაუშვათ რუსული არის მტრის სახეხატი და რასაც გვინა რუსულს მივარტყავთ, მაგრამ რატო არ შეიძლება ითქვას, რომ აი რაღაც არის ამერიკული, ხო, რაც არ მოგწონს ამერიკული პროპაგანდის ხაზია. იმიტომ რომ ამერიკა, ევროპა ჩვენთვის არის სიწმინდე, ხო? და ამას რეალურად ამაში ხა მე მიკერძოებული არ ვიქნები და ვიტყვი, რომ ქართული ოცნების წვლილიც არის და განათლების სისტემის, რომ მე მაგალითად, როდესაც სკოლაში ვსწავლობდი, მასწავლებდნენ, რომ შენი ღირებულება არის ევროკავშირი.
და არა ევროპული ღირებულებები და საბოლოო ჯამში პრობლემაც ეს არის. რომ ჩვენ უნდა მივისწრაფოდეთ არა კონკრეტული გაერთიანებისკენ მაგალითად დღეს კი იმ ევროპული ღირებულებების მატარებელი ორგანიზაცია არის ევროკავშირი მაგრამ რო არსებობდეს დაუშვათ რაღაც ევროგაერთიანება რომელიც უფრო ევროპულ ღირებულებებს ატარებს არის უფრო ორიენტირებული ადამიანის უფლებებზე კეთილდღეობაზე ხო ჩვენ უნდა მივისწრაფოდეთ იქითკენ და პრობლემა ეს არის რომ დღეს რიგითი ქართველისთვის რიგითი ჯენზის წარმომადგენლისთვის როგორც წინ თავის თავს უწოდებენ ევროკავშირი არის თავისთავადი ღირებულება და მათ არიციან მის მიღმა რა დგას ხო მათ არიციან დაუშვათ რომ რატო უნდა ევროკავშირი ხო იმიტომ კი არა რომ კეთილდღეობა არის ეკონომიკური სტაბილურობა არის GDP არის მაღალი ადამიანის უფლებები არის მაღალ დონეზე არა უბრალოდ თავისთავად ევროკავშირი გვინდა იმიტომ რომ ეს არის ტრენდი და ჩვენ ხომ არ მაგ ყველაფრის გამოა ტრენდი რაც მან წერი რაც ჩამოთვალე უბრალოდ ამის მიღმა კიდევ რა არის მნიშვნელოვანი ხო მაგრამ ეს როგორ მიიღწევა ეს არის ხო მნიშვნელოვანი და ეს მიიღწევა და იმითი რომ შეიქმნა რაღაც ეს პერიოდი ეხლა უბრალოდ ჩვენ თემას ავწდებით რომ თქვა ეს როგორ მიიღწევა მაგრამ აღმოჩნდა რომ ეგეთი ლიბერალური სამოთხის მოწყობა იმ პირობებში როდესაც ჩვენ რუსეთთან ფლირტი გაქვს და იქიდან იაფე ენერგიას იღებ და მეორე მხრივ შენი უსაფრთხოების თემა მთლიან სხვა სახელმწიფოსაა ამერიკის სახით გადაბარებული რაღაცა 30 წლიან ცივილიზაციათა შორის ვაკუუმში კი ეგეთი რაღაცა შექმნა მაგრამ ის პრობლემები უკვე ჩანდა სხვადასხვა ქვეყნების უკმაყოფილება, რაღაცა ინდუსტრიალიზაციის სხვანაირი პოლიტიკა, იმიტომ რომ თავარი მაინც კაპიტალიზმია ის რაც აგდებს და ამ პროცესს არეგულირებს და მე აღმოჩნდა რომ ეს პრობლემები იგრძნო იმ ფარველმაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, რომელიც ახლა უარს იძახის ამ თავისი ყოფილი მოკავშირის დაცვაზე, აცლის მას აი ამ უსაფრთხოების ნემს და ახლა ნახოთ აბა შენთან როგორ გააგრძელებ ცხოვრებას. კი, ანუ თემას რო არ ავსდეთ ამას აქ დავასრულებ მე ბოლომდე რო დავთავაზო აზრი მაგას გულისხმობ რომ ჩვენ არ ვსვათ კრიტიკულ შეკითხვებს რა ჩვენ გვინდა ევროკავშირი მაგრამ ევროკავშირის მიღმა რა არის და ევროკავშირის აი უნგრეთის გზა როგორ მიდის და უნგრეთი რო სულს ის უსულ პროპაგანდას აკეთებს ის უსულ პროპაგანდას ეწევა კი ეს თავისთავად ხო ეს ამას თავად ევრობიუროკრატებიც ამას ქადაგებენ ხო მათთვისაც მისაღები პოლიტიკა ეს არის რომ შეიქმნას ერთგვარი ამ შემთხვევაში ბაბლი რომლის ფარგლებშიც მოქცეული იქნება ყველა და გაატარებს იმ ინტერესს რაც წამოვა ევრობიუროკრატიის მიერ თუმცა ჩვენ ხედავთ რომ აი უნგრეთი იძახის რომ დაუშვათ მე არ მინდა მიგრანტების მიღება იმიტომ რომ ეს ჩემს დაუშვათ ეკონომიკას ურტყამს მაგრამ არა უნგრეთის ლიდერი არის პრორუსული ვინაიდან ის თავის ეროვნულ პოლიტიკაზე საუბრობს ევროკავშირის დღის წესრიგის მიღმა საქართველოს ხელისუფლება არის პრორუსული ვინაიდან სვავს კრიტიკულ შეკითხვებს ეს თვით თავად ეს შეკითხვები საზოგადოებაშიც უნდა გაჩნდეს ჩვენ ვიცით სხვადასხვა ევროკავშირის ქვეყნები მაგალითად იქ რომ მიდიხარ აბსოლუტურად განსხვავებული სტანდარტი არსებობს ვართ ჩვენ ამ სტანდარტისთვის ვზად ჩვენ აქედან გამომდინარე უნდა დავიწყოთ მსჯელობა თორე ევროპული ღირებულებების კომაგები რომ ჩვენ ვართ და ევროკავშირი რომ ყველას გვინდა უიზო მიმოსვლა რომ გვინდა რაღაც უბაჟო ჩვენი ტვირთის გადაადგილება რომ გვინდა და გადასახადების ნაკლები გადახდა როდესაც მივდივართ და მოვდივართ და ჩვენ ტვირთი მიდის მოდის გასაგებია ეს ყველაფერი კარგი არის და ყველას გვინდა ევროკავშირში ინტეგრაცია უბრალოდ მნიშვნელოვანია რომ გვესმოდეს სწორედ გვესმოდეს აი რომ შევალთ რა გველოდება როგორ უნდა გესმოდეს ვახო 20 წელია ჩვენ ამ ქვეყანაში გვესმის აი მარტივი ესეთი ბინარული დაპირისპირება ხო რუსეთი არის ცუდი მტერი დემონი და დასავლეთი არის და მithumetes ევროკავშირი წმინდა კარგი და სწორი და მართალი ანუ იქ ყველაფერში ბაძავთ ანუ იქიდან კოპი საქართველოს არაფერს არ აკეთებს ამას ყველაფერში თვალს ხუჭავთ კავკასიონის იქით არაფერი აღარ არსებობს და ყველაფერი ვიღებთ და აი არ გონიათ რომ ეგ ტრენდი იცვლება ეხა კი იცვლება მაგრამ 20 წელი ნახე მე რას გეუბნები კრიტიკული აზროვნების საფუძველი მაგრამ 20 წელი ხო არის რაც აი ესე ტაბუირებული შენ არ გაქვს უფლება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენო რაღაც გაიხედო ჩtildeოეთში საერთოდ იმიტომ კი არა რომ შენ იქ გინდა ეგრევე ეჭვები ერთვებად ხო იცი შენ თუ რაღაც სხვანაირად ლაპარაკობ სინამდვილეში პუტინი გინდა ჩელიაბინსკში გინდა გიყვარს გეშინი აი ეს შემოდის ანუ ეს არის დისკუსიის გაუქმება გესმის და იქითაც უნდა მიიღო უაპელაციო და ულაპარაკოთ ეხლა ჩვენ მე რასაც ვლაპარაკობ ამას ეხლა ამ საზომით რუსული პროპაგანდა ქვია იმიტომ რომ შენის ფორმულა რაც არის მიღებული და ჩაბეტონებული ამას არ ღვევ რაღაც ხანაერთებუნები მოიცა ერთწამი აბა ამის მიღმა ჩავიდით შინაარსში ჩავიხედოთ რა იქ რა რეგულაცია არის აქ როგორ იქნება არა ეს ყველაფერი მხოლოდ ტერსაწყობს გეუნებია და დღეს კი ირღვევა ის თქვა ნახე მაგრამ ხო თანხდებით რომ 20 წელი ესე იყო და თუ 20 წელი ესე იყო შენი თაობა სხვა თაობები გაიზარდა ამითი გაიზარდა და მას მიაშნია რომ აი ეს არის ქართულობა და პატრიოტიზმი რომ სამყარო უნდა მივიღო ესე შავთეთრად
კი, ხო, ანუ მაგას გეუბნებით, თავდაპირველად პრობლემა ეგ არის და აქ შემოდის მე პოლიტკორექტულობის ხაზი, რასაც თქვენი ძახით, რაც არის პირდაპირ დირექტივა, რომ დაუშვათ პოლიტკორექტულობის ფარგლებში იქცევა ეს და ამ ტრენდის მიხედვით უნდა ისაუბრო შენც, ესე არ საუბრობ? ხარ პრორუსი, ხარ პრორუსული ნარატივის გამტარებელი, უბრალოდ ეთქო, ძალიან მარტივი არის რა კრიტიკულად, როდესაც შეხედავ, დაინახავ მაშინვე, რომ რაღაც მოცემულობები არსებობს კონკრეტული, რომელსაც რომ გაცდები, უბრალოდ იარლიყი ავტომატურად გეინჯება რუსულის და შემდგომ იწყება ეს პიარ ტექნოლოგიური მანქანა მუშაობს შენს გაშავებაზე და ხალხს აჯერებენ, ცდილობენ რომ დააჯერონ, რომ შენ ხარ პრორუსი, უბრალოდ ეს იცვლება და მე აქვე მინდა ერთი რაღაც თქვა ოკუპაციასთან დაკავშირებით და თუ გნებავთ მე ეს თემა დავასრულოთ, როდესაც შესაძლოა ეს არ იყოს პოპულარული პასუხი და არ ჯდებოდეს პოლიტკორექტულობის ფარგლებში, უბრალოდ თავად ევროკავშირის და ევროპული უწყებების მიერ დადგენილი სტანდარტით რო გავცეთ პასუხი, ჩვენ ვიცით რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გქონდა 4 სახელმწიფოთა შორისი დავა რუსეთთან მიმართებაში, რომელიც სწორედ ქართულმა ოცნებამ და ქართული ოცნების პერიოდში არსებულმა ხელისუფლებამ მოიგო და შემდგომ დაეკისრა რუსეთს კონკრეტული გადასახადები, უბრალოდ ამასთან დაკავშირებითაც არსებობს გამოწვევები ცხადია, იმიტომ რომ ევროპის საბჭო დატოვა უბრალოდ ამ თემაში ხა სიღრმეში არ შევალ, უბრალოდ ეს ჩემი კვლევის საგანია და აქედან გამომდინარე მიყვარს ხოლმე ამ საკითხზე საუბარი, უბრალოდ მე რის თქვა მინდა რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომაც დავაში დაადგინა რომ ეფექტურ კონტროლს აფხაზეთზე და სამხრეთ ოსეთზე ახორციელებს რუსეთი. ანუ დავის მხარე არის რუსეთი და არავინ სხვა, არა ის მარიონეტული რეჟიმი, რომელიც დღეს არსებობს რუსეთსა და სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში. შესაბამისად, შენ თუ პრობლემის გადაჭრა და მოგვარება გინდა, პრობლემა ხო მარტივად პრობლემა გვაქვს მე და თქვენ მხარეები ვართ, მე და თქვენ თუ რაღაც მომენტში სამშვიდობო მოლაპარაკებაზე არ დავილაპარაკეთ რაღაც საკითხზე, ხო თქვენი ძახით რომ მე არაფერზე არ დავთმობ. ანუ პრობლემის მოგვარება უბრალოდ როგორ წარმოუდგენიათ, აი, როდესაც ყველა საუბრობს, ხო და ესე გულზე ჯიხს ირტყავენ, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღდგეს. ტერიტორიული მთლიანობა როგორ უნდა აღდგეს? თუ რასაც თქვენ ამბობდით, არ იარსებებს გარკვეული კონტაქტი ან გარკვეული სამშვიდობო მოლაპარაკებების ფორმატი, რომელშიც ასევე იქნება რუსეთის წარმომადგენელი. შესაძლოა შენ პირდაპირ მაგიდაზე არ დაჯდე რუსეთთან და ყავდეს საერთაშორისო მედიატორები, იგივე ევროკავშირის თუ ამერიკის ჩართულობით, უბრალოდ ის რომ რუსეთი არ იქნება ამ პროცესის თანამონაწილე, როგორც ეს წარმოედგინათ უკრაინის შემთხვევაში იქნებოდა, რომ ისინი, რა ქვია, დაამარცხებდნენ რუსეთს და პირიქით რუსული ტერიტორიების ოკუპაციას დაიწყებდნენ და ამაზე ზელენსკის ახალისებდნენ. ჩვენ ვნახეთ, რომ დღეს ისევ ხო ტრამპი ურეკავს პუტინს და ეუბნება, რომ უნდა დავხსნათ ზელენსკის შემდგომ ეუბნება, რომ უნდა დავხსნათ და მოლაპარაკებები უნდა შედგეს შენსა და პუტინს შორის, ხო რეალურად და საერთოდ ეუბნებიან, რომ შენ შეიძლება მხარეთ არც იყო მოწვეული და ჩვენ გადავწყვიტოთ როგორც დიდმა ბიჭებმა. შესაბამისად, ეხა ეს არის რეალ პოლიტიკის ანი-ბანი და იმ ხალხს, რომელსაც ილუზია აქვს, რომ თუნდაც ტერიტორიული მთლიანობა შესაძლოა აღდგეს კონფლიქტში ჩართული მხარის გარეშე, იმ მხარის გარეშე, რომელიც თავად ევროპულმა სტრუქტურებმა დაადგინა, რომ არის მხარი და სრულად მას დააკისრა ყველა დანაშაულზე პასუხისმგებლობა, ნუ ეს ჩემი აზრით, ეს პირადი აზრი არის, წარმოადგენს უბრალოდ დელუზიურ რაღაც განცდებს. ანუ ერთადერთი ვერსიის გარდა თუ კი შენ ადგები და უბრალოდ გააქვს იმდენი ძალა, რომ უნდა მიხვიდე და დაიპყრო. დაიპყრო, ხო. ან რუსეთი როგორც ქვეყანა დაიშალოს. ამერიკასაც უნდა ეხა გრენლანდია და ის კანადა, მაგრამ თუ ისინი ეწინააღმდეგებიან, სხვა გზა არ არის, მან ის უნდა აიძულოს. რაღაცა 1800 პირველი წელივით, ანუ უბრალოდ მიადგება იმ ონტარიოს გუბერნატორს ჩვენ ერთ დღეს ჯარით. რომ გადავიდეთ იგივე თემები რომ გავაგრძელოთ, კიდე რამდენიმე კანონი იყო, ერთი არის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კანონში ცვლილება, რაც იმას ნიშნავს, ეს საჯარო სექტორს ეხება, ეს ნაწილი ცვლილების, იმიტომ რომ საჯარო სექტორის მუშაკს თავისი პირდაპირ ხელმძღვანელთა შეთანხმების გარეშე მას არ ექნება უფლება მიიღოს სხვა შემოსავალი, მათ შორის ეს საქმიანობიდან, რომელიც შემოქმედებას ეხება და სამეცნიერო საქმიანობას, კიდევ არის მაუწყებლობის შესახებ კანონიც, მაგრამ აი რა კი ებმის იმას რა ქვია. აი ამ აგენტების კანონს, ხო? აქ მივაბათ ასევე თავარი სისხლის სამართლის კოდექსში აღდგება 307 მუხლი, რაც გულისხმობს სამშობლოს ღალატს. და ეს ნორმა დაბრუნდება ჩვენს კოდექსში და რაც ხო გასაგებია ხა რომ სამშობლოს ღალატი შეიძლება გააკეთოს ადამიანმა რომელიც თავის ქვეყანას ღალატობს. ანუ ესეც ზუსტად იგივე სამყაროს გვაჩვენებს რომ არის ჩვენი ქვეყანა, არის ჩვენი ინტერესები და ყველაფერი სხვა არის, აქ არსად კვეთა აღარ არის რა, რომ შენ იქითაც ხარ და აქეთაც ხარ, ესე აღარ გამოდის და აი ამის ყველაზე ალბათ ნათელი რეპრეზენტაცია არის ამ ნორმის დაბრუნება, ხო? მაგრამ მაინც მენელს რა უხსნათ, რატომ გახდა
აი ამის შემოტანა საჭიროება, რას არ ყოფნის თუნდაც ის აგენტების შესახებ კანონი და რატომ არის საჭირო ამ ნორმის დაბრუნება და რა შედეგს მოიტანს ეს ან რის პრევენციას გააკეთებს. კი ბატონო, თქვენ რაც ახსენეთ, აი მედია, იმის რა ქვია, სახელმწიფო ღალატის მუხლის გარდა ფაქტობრივად ერთმანეთს მის სამივე კანონი, სფარა, მაუწყებლის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები და საჯარო მოხელეების შესახებ განხორციელებული ცვლილებები, რომელიც განხორციელდება უпростоრად პირველი მოსმენით არის ჯერ მხოლოდ გასული კორუფციის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილება, ეს სამივე ემსახურება იმას, რომ მოხდეს ქვეყანაში საგარეო ჩარევის მინიმიზაცია, ფაქტობრივად სამივეს ძირითადი მოტივი არის ეს, უბრალოდ სხვადასხვა ფორმებით და სხვადასხვა აქტივობებით განხორციელდება, უბრალოდ მე მინდა რომ ჩვენს მსმენელთაც ესმოდეს, რომ საგარეო ჩარევის მინიმიზაცია არ გულისხმობს იმას, რომ დავშვ ჩვენ პარტნიორებს არ ექნებათ აქ პროექტების განხორციელების შესაძლებლობა ან ასე შემდეგ. თავარი, რაც არის და მინიმიზება როგორც უნდა მოხდეს, არის რომ ის პროექტები, რომლებიც მიმართული იყო ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, იქნება მხილებული. ანუ ყველა ინფორმაცია იქნება საჯარო, როდესაც ინფორმაცია იქნება საჯარო და გამჭირვალე და ნებისმიერ ადამიანს ექნება ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით სტომა, არსებობს იმის შესახებ ლოგიკური დაშვება, რომ ის პირები, რომლებიც ჩადიოდნენ ისეთ პროექტებს და ახორციელებდნენ, რომელიც არ შედიოდა ჩვენს ინტერესებში, ესეთი პროექტების რაოდენობა შემცირდება. და შესაბამისად, ცხადია, შესაბამის სახელმწიფო უწყებებსაც ექნებათ სათანადო რეაგირება, რაც შეეხება ღალატის მუხლს რომ დაუბრუნდეთ, ეს არ არის ქართული ოცნების ნოუ-ჰაუ და ინიციატივა, ასევე საერთაშორისო პრაქტიკა არსებობს, მაგალითად საფრანგეთში გვხდება იგივე სახის ჩანაწერი და სხვა ევროპულ ქვეყნებში. ეს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2007 წლამდე არსებობდა და 2007 წელს ნაციონალურმა მოძრაობამ ამოიღო. ხოლო ჩვენ რეალურად ამ კანონის მუხლის აღდგენას ვახდენთ და ამ მუხლის მთავარი სულისკვეთება არის ის, რომ როდესაც პირი ჩაიდენს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს, როგორიც შესაძლოა იყოს ტერორიზმი, სახელმწიფო საიდუმლოების გათქმა, ამას თავის სხვა სამართლებრივი კომპონენტები აქვს, იგი დასახელდება როგორც ქვეყნის მოღალატე. ამას გულისხმობს სამშობლოს ღალატის შესახებ მუხლი, რეალურად ამის წინაპირობა მე არ მგონია რომ ეს შემთხვევითობა ყოფილიყო 2007 წელს ამის ამოღება ერთი წლით ადრე, სანამ დაიწყებოდა ომი რუსეთთან 2008 წლის ომი მაქვს მხედველობაში, მაშინ იქნა ეს მუხლი ამოღებული და ჩვენ დღეს ვაბრუნებთ და გვჯერა და გვაქვს ის ლოგიკური დაშვება, რომ ნებისმიერი პირი, რომელიც სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადის დანაშაულს, რომელიც შესაძლოა აისახოს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობაზე, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების შელახვაზე, უნდა ერქვას თავის სახელით და უნდა ერქვას სამშობლოს მოღალატე. ანუ პრაქტიკულად უბრალოდ ფორმულირება ბრუნდება, თორე როგორადაც გვახსოვს 2007 წელს მოხდა ამ ფორმულირების გაქრობა, თუმცა დანაშაულის შემადგენელი რაც იყო, ის ქვემუხლების სახით იყო, პუნქტების სახით ჩაშლილი და შესაბამისი სანქციაც განსაზღვრული. სწორი კომენტარი არის, აი ამ დამატებულ მუხლს არ ექნება თავის სისხლის სამართლის შემადგენლობა, სახელმწიფოს წინააღმდეგ არსებული დანაშაულს აქვს თავისი კომპონენტები, რომლებიც აქამდე ჩამოთვალე, უბრალოდ ეს იქნება არტიკულაცია შეიცვლება და სახელმწიფოს რომ ის ადამიანი რომელიც ჩაიდენს სახელმწიფო წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს ავტომატურად შეირაცხება როგორც სამშობლოს მოღალატე. ჩემი აზრით ეს მნიშვნელოვანი კიდევ იმიტომ არის რომ ერთი გარკვეულ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში აი ეს სიტყვა მოღალატე იმდენად ძიმე კონოტაციის იყო და იმდენად ღრმა ტრამულ გამოცდილებასთან იყო დაკავშირებული რომ მისი გამოყენება აღარ ხდებოდა. დღეს პრაქტიკულად ყოველ ფეხის ნაბიჯზე ადამიანები ესვრიან ერთმანეთს ამ სიტყვას რომ მოღალატე და გაცვდა ეს სიტყვა მას დაეკარგა თითქოს ის რომ ყველა საძახის ამ მოღალატეს და მე მახსოვს იმიტომ რომ ეს იყო ეროვნული მოძრაობის შემდეგ როცა საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადა და ძალიან მალე ჩვენ აღმოჩნდით სამოქალაქო ომში მაშინ ძალიან რთული სიტყვა და როდესაც შემდეგ რაღაცნაირად იმ მოვლენება გადაიარა და რაღაც ეროვნული თანხმობის პროცესი მეტნაკლებად დაიწყო ეს ძალიან მძიმე მეხსიერებასთან იყო დაკავშირებული და ადამიანები ამას ესე არ იძახდნენ რომ რაღაცა მოღალატე ხარ იმიტომ რომ ამას დიდი შეგინებასავით იყო ხო რთული რეაქცია მოყვებოდა მე და ეხლა თანადამობით ამას პატრიარქის გინებასავით შეგვაჩვევინეს ყური და რო არ არის პრობლემა ხო ხტები შეგიძლია ვისაც გინდა უთხრა და როდესაც ეს ნორმა შემოდის აქ ანუ აქ უკვე ზუსტად არის განსაზღვრული და ამ ნორმის თუ ამოქმედება ეს მუხლი ესე აღარ იქნება თუ ვარ ეს მოღალატეს თუ უძახი მაშინ აგერ არის სასამართლო მიდი იჩივლე და დაამტკიცე მე აგერ ჩამოთვლილი როცა არის რომ მე რა დავარღვიე რეალურად
ესე იგი, აი როგორი ქმედებები. საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევა, ანტიკონსტიტუციური ხელშეკრულების დადება, საგარეო უშიშროების ხელყოფა საქართველოსი, უცხოეთის სადაზვერვო სამსახურში შესვლა, ეს ძალიან საინტერესოა. სახელმწიფო საიდუმლოების გაცემა, ჯაშუშობა, შეთქმულება, ამბოხება და ასე შემდეგ, საბოტაჟი და უამრავი რამ არის. აი ეს არის კონკრეტული ნორმები, რაც ისედაც არსებობს, ხო, ეს არ ჩნდება, ეს იმ 2007 წლის მერეც არსებობდა. უბრალოდ ეს ყველაფერი რაშიც იყო შეკრული, რომ ამას ჰქონდა ღალატის კვალიფიკაცია, ახლა ეს ისევ ბრუნდება. კი, რასაც თქვენი ძახით მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებრივ ცნობიერებაში ეგ დაილექოს, რაც რეალურად დღეს არასწორი სახით არსებობს. დღეს მოღალატეს ისე ეძახიან ერთმანეთს და მეორე მხარესაც ფაქტორად აღარ აქვს რეაქციას იქცა რაღაც პოლიტიკური შეფასების საგნად თითქოს და დაუშვებელია რომ ღალატი იყოს პოლიტიკური შეფასების საგანი. ღალატი არის კონკრეტული ქმედება, რომელიც როგორც თქვენ აღნიშნეთ, იქნება სისხლის სამართლის კოდექსში განსაზღვრული კონკრეტული სამართლებრივი კომპონენტებით და ის იქნება მტკიცების საგანი. როდესაც თქვენ ადამიანს დაგიძახებთ მოღალატეს, თუ ის სამართლებრივი მტკიცებულებებით თავის განცხადებას და თავის კომენტარს ვერ შეავსებს, თქვენ შეგიძლიათ მას უჩვენოთ ცილის წამებისთვის. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა თქვა ამასიათ მამუკა მდინარაძემ ესეთი კომენტარი, რომ კი მაგრამ თავის დროზეო ამ რაღაცა აგენტების კანონის გამო გადაწვეს კი რაღაც მთელი ქვეყანაო და ეხლა უფრო მძიმე კანონს ვიღებთო და სად არისო რეაქციაო. მაგრამ ჩვენ ხედავთ ამავე დროს აი 26 ოქტომბრიდან მოყოლებულ პროტესტს. შენ როგორ აფასებ პოლიტიკურად რა ხდება დღეს ქვეყანაში, რა ვითარებაში ვართ და რა კორელაცია არის აი ამ ჩვენ სუვერენულ კანონმდებლობასა და აი ამ პროტესტს შორის. კი, ანუ ეს მნიშვნელოვანი არის იგივე რაც ბატონმა მამუკამ აღნიშნა, ფაქტობრივად და ჩვენ გადაცემის დასაწყისში რაც თქვით, ჩვენ როდესაც დავაინიცირეთ ფარას დაინიცირების ერთ-ერთი მიზანიც ეგ იყო, რომ მოგვეხდინა ოპოზიციის მხილება. როდესაც ჩვენ გაცილებით ლოიალური ქართული კანონი დავაინიცირეთ, ეს პოლიტიკური манипуляციის საგნად გამოიყენეს და ლამის პარლამენტი გადაწვეს და იყო კიდეც რეალურად რამდენიმე ხანძრის ფაქტი, ხოლო როდესაც უფრო მკაცრი ფორმით დავაინიცირეთ იგივე ამერიკული კანონი, რაზეც თქვენ იძახით, რომ ამერიკული ყველაფერი წმინდა, ვეღარ დაუპირისპირდნენ ამას, იმიტომ რომ გარკვეული დისონანსი შეიქმნებოდა მათ შორის მართლმადარჭერებში, ხო, როდესაც შენ მე მაჯერებ, რომ ყველაფერი ევროპული უაპელაციოდ კარგია, ყველაფერი ამერიკული უაპელაციოდ კარგია და ამას არ შეიძლება აჯობოს მაგალითად ქართული ოცნების მიერ დაწერილმა კანონპროექტმა, დღეს გამოდიხარ და მეუბნები, რომ იცი რა, ეს ამერიკული კანონიც რუსულია, მე ვარდები ერთგვარ დისონანსში, ხო, და ვეღარ ხვდები, რომ ვის დაუჯერო, შენ მატყუებ თავისთავად ეს ცნებები ყველაფერი არის ყალბი, თუ რაშია საქმე, ხო, რა ხდება. თუმცა ეს ერთადერთი პრობლემა არ არის, რის გამოც მას ვერ აკრიტიკებენ, საერთაშორისო ტრენდიც გლობალურ დონეზე შეცვლილია და უნდა თუ არ უნდათ, მათ შორის მათი ამორჩევლები ამას თვალს უსწორებენ, ხედავენ რომ ტრამპი გამოდის, მასკი გამოდის და USAID არათუ ქართული ხელისუფლება, არათუ ირაკლი კობახიძე და მამუკა მდინარაძე, არამედ თავად მასკი და ტრამპი ამხელენ და იძახიან რომ ბოლივიიდან დაწყებული, იმაში რა ქვია, ევროპულ ქვეყნებში, ჩეხეთში და სხვა ქვეყნებში ისინი ახალისებდნენ რევოლუციურ და დესტრუქციულ პროცესებს, ხო და სრულიად უაზრო პროგრამები და აქტივები ჰქონდათ შექმნილი. მასკი და ტრამპი თუ რუსეთის აგენტები არიან, ხო ეგეთი ვერსიაც არსებობს და თუ მოწონთ სტარმერი და მერცი, შოლცი მერცის დუეტი, მაშინ გამოდის, რომ იმასაც ვიმეორებთ, რომ აგერ არის მედიის კანონი ბრიტანეთიდან და აგერ არის ინტერნეტის კანონი გერმანიიდან და ნახეთ ერთი როგორია, სახში ვაკითხავენ Facebook-ზე პოსტების გამო გერმანიაში ამ ხალხს. კი ბატონო, რაც თქვენ თქვით და ამასაც უცებ ვიტყვი, ძალიან მნიშვნელოვანი კანონი არის მედია რეგულაციების შემოღება და ახალი სტანდარტის გაჩენა მაუწყებლის შესახებ საქართველოს კანონში შევიდა, ცვლილება, აქამდე იყო რომ როდესაც თქვენ მაგალითად პრეტენზია გქონდათ კონკრეტულ ტელევიზიასთან, მიდიოდით და აპელაცია ხდებოდა უშუალოდ ტელევიზიაში არსებულ საბჭოსთან, თქვენ საჩივარს დაწერდით, შემდგომ თუ საჩივარს არ დაეთანხმებოდით, კვლავ ისევ ტელევიზიაში ხდებოდა ამის ხელმეორე გასაჩივრება, დღეს თქვენ გექნებათ როგორც მსმენელს, როგორც მაყურებელს, როგორც რესპონდენტს საშუალება, რომ თუ დაინახავთ რომ ცრუ ინფორმაციას განავრცობს ესა თუ ის ტელემაუწყებელი თუ თქვენს შესახებ თუ თქვენს დისკრედიტაციას ახდენს, თქვენ გექნებათ შესაძლებლობა რომ მიმართოთ კომუნიკაციების კომისიას, ეგრეთ წოდებულ კომკომს და გაასაჩივროთ ესა თუ ის კი ბატონო, კომკომი იქნება ამის აღმასრულებელი, ფარას აღმასრულებელი იქნება ანტიკორუფციული ბიურო. ჩვენ პრაქტიკულად, პოლიტიკურად მე მაინც მხოლოდ იმას ვიტყოდი, რომ
ის რეალობა რაც შეიქმნა 26 ოქტომბრის შემდეგ 27-28 ოქტომბერს როცა მოხდა მორიგ ჯერზე არჩევნების შედეგის მიუღებლობა ეს აუქმებს დემოკრატიული თამაშის წესებს და ჩვენ მე ვნახეთ კიდევ როცა პროცესი გადავიდა ქუჩაში სადაც გაცხადებული იყო ხელისუფლების დამხობის პროცესი უნდა გადავტეხოთ რევოლუცია უნდა მოაწყდეს ის ხო გაცხადებული და ჩვენ ქუჩაში ვიხილეთ აი ეს ომის დამთავრება ეს არ ნიშნავს რომ იცი რა არაფერი გაუშვით ახლა ყველა სახლში რას ვითხოვთ არჩევნებს ვითხოვთ მეც ხო არაფერს გეგონება იქამდე უნდა ჩატარდეს სანამ არ მოიგებენ ეს არის იმის შედეგი რაც ამ ყველაფერს ჩემი აზრით მოყვა იმიტომ რომ თუ კი შენ ამ ინსტრუმენტებს რბილი ძალის ინსტრუმენტებს იყენებ იმისათვის რომ ღიად დაუფარავოთ თქვა რომ მე ქვეყანაში არჩევნების ნაცვლად სხვა მეთოდებით ხელისუფლებას დავამხობ მიიღებ რა თქმა უნდა ამ დაწესებულებას მათი უმთავრესი მიზანი არის ნებისმიერ ფასად დაბრუნდნენ ხელისუფლებაში თუ ამას ვერ ახერხებენ ქართული საზოგადოების მოწონების გზით და თუ ამას ვერ მიაღწევენ არჩევნების გზით რჩებათ ერთი გზა რომ რევოლუციის გზით დაბრუნდნენ ქართულ ხელისუფლებაში თუმცა ამის საშუალებას არსებული ხელისუფლება არ მისცემს ნამდვილად დიდი ჭეშმარიტება რაც ტაბუირებულია 20 წლის განმავლობაში არის ის რომ ოპოზიცია ასევე წარმოადგენს ხელისუფლების ნაწილს მას აქვს თავისი ძალაუფლებაც ვალდებულებაც პასუხისგებლობას და მას შეუძლია ქვეყნის შენებაში ოპოზიციური ფლანგიდან წვლილი შეტანა აი ეს პროცესი იქნა გაუქმებული მთელი ამ ხნის განმავლობაში და ლაპარაკია რომ თუ ოპოზიცია ვერ ახერხებს გამარჯვებას იმ ოპოზიციას აზრი არ აქვს აი ამ ბოიკოტს მოაქვს ყველა ის შედეგი რაზეც პირველ რიგში პასუხისგებლები თვითონ უნდა იყვნენ ჩემი აზრით და ნახოთ გაგზავნება ცხოვრება მადლობა ვახო სტუმრობისთვის საინტერესო ლაპარაკისთვის ჩვენი მედია კიდევ ხშირად შევხვდებით ჩვენი გადაცემა კი დღეს დასრულებულია ჩვენ გემშვიდობებით ორშაბათამდე ნახო რადიო სივრცე წარმოგიდგენთ შუა დღის პოლიტიკა